რა ხდება მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, ანუ იმ დროს, როცა იძახიან გულის შეტევა ჰქონდა და გულმა დაარტყა. როგორც ხედავთ, ეს არის კორონარული არტერიის სანათური, ანუ იმ სისხლძარღვის, რომელიც გულს ჟანგბადით და სისხლით ამარაგებს. ეს კი არის არტერიოსკლეროზის შედეგად გაჩენილი არტერიული ფოლაქები. მათი განვითარების რისკს დის ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტონია, ანუ მაღალი წნევა და ქრონიკულად ნიკოტინზე დამოკიდებულება. რაღაც ეტაპის მერე შეიძლება ენდოთელის მთლიანობა დაირღვეს ამ სისხლძარღვის შიგთავში და უშუალოდ თრომბოციტები, რომლებიც ჩვენი სისხლის შედედებაში მონაწილეობენ, აგრეგირდნენ, ანუ მიეწებნონ ამ ფოლაქის შიგთავს, რის შედეგადაც ყალიბდება თრომბი და ეს თრომბი ახშობს უშუალოდ ამ სისხლძარღვის სანათურს და შედეგად ის უბანი, რომელიც ამ სისხლძარღვით მარაგდებოდა სისხლით, რა თქმა უნდა განიცდის იშემიას, ანუ სისხლნაკლებობას და რაღაც პერიოდის შემდეგ იწყება უშუალოდ კარდიომიოციტების, ანუ ამ კუნთოვანი ქსოვილის შემადგენელი უჯრედების ყდომა. თუმცა ეს ყველაფერი ისე სწრაფად არ ხდება ყოველთვის, როგორც ფილმებშია ნაჩვენები. საწყისი სიმპტომი შეიძლება იყოს მხოლოდ ტკივილი მკერდისხლის უკან, რომელიც ვრცელდება მხარში, ყბაში, ეპიგასტრიუმში, ანუ მუცლის ზედა ნაწილში და დისპნოვი, ანუ სუნთქვის გაძნელება, მაგრამ თუ ექიმი ამ ყველაფერს დროულად დაადიაგნოზებს, შეიძლება მოხდეს გულის კუნთის ქსოვილის გადარჩენა.